რა მოხდა ჩემი სახლის 36-მე ეპიზოდში? ვინც არიცით 2 წლის წინ ძალიან ძველი სახლი ვიყიდე, რომლის გადაკეთებაც დავიწყე და ეს პროცესი თან სასიამოვნო იყო, თან ნერვების მოშალი. მაგრამ მოვაღწიეთ 36-მე ეპიზოდამდე, სადაც ერთი კომპანია დორემი მეუბნება, რომ მზად არის დამიმზადოს ჩემი ოცნების სამზარეულო. მაგრამ ამისთვის სამზარეულოს ოთახი მაქვს მოსამზადებელი. ეგ არაფერი, მთავარია კედლები უკვე დავანგრიეთ, მერე გავლესეთ და ახლა იატაკის მოხვეწის და ელექტრობის გაყვანის დროა. არც ესაა პრობლემა, ამ პატარა დავალებებს ჩემი თუ მკლავდები და პარალელურად დორემისთან ერთად ჩემს სამზარეულოს ნახას ვამზადებ. მერე საწარმოში მივდივარ და რამდენიმე ნაწილს ჩემი თხრეთ ვაწიბოვნებ და ჩასატვირთად ვამზადებ. გონიათ მარტო შემიძლია? არა, სახლში ხელოსნებს ხვდები და მათთან ერთად ვაწყობ ჩემს სამზარეულოს ნაწილ-ნაწილ, ეტაპ-ეტაპ, ხუმრობა-ხუმრობით და ბოლოს გამოდის ის რასაც მეგონა რომ ამ სახლში კაი ხანი ვერ ვნახავდი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამზარეულოში. მეც ამჯერა როგორ მოვედით აი აქედან კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამზარეულოში, რომელიც აქამდეც იდეალურად ასრულებდა სამზარეულოს ფუნქციას, მაგრამ დამეთანხმებით აქ ასე ჭამას ამ მაგიდასთან შემოსკუპება ჯობია. სამზარეულო ყველას მოეწონა, მითხარით თქვენ რას ფიქრობთ და ასეთი ვიდეოები რომ არ დავდოთ, თქვენით არ გადმოხვალთ ჩემს YouTube არხზე, სადაც უფრო თავისუფლად ვღლიცინებ. მოკლედ გამოიწერეთ ჩემი არხი და ერთად მოვემზადოთ 37 ეპიზოდისთვის. დიახ, 37 ეპიზოდისთვის, აქამდე სად იყავით?